კიდევ ერთხელ მოგესალმებით კურიერის საგანგებო რეჟიმში განაგრძობს მუშაობას. Ამ წუთებში ქართული ოცნების ცენტრალურ ოფისში ბრიფინგი იწყება, პირდაპირ ეთერში შეგვიძლია მოვუსმინოთ პრემიერ-მინისტრს. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემების თანახმად არჩევნებში მონაწილეობა უკვე მიიღო თითქმის 1,200,000-მა ამორჩეველმა, რაც პრინციპულად თანხმდრაშია 2014 და 2017 წლების ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების აქტივობის მაჩვენებლებთან. ქართული ოცნების საარჩევნო შტაბის სახელით მადლობა მინდა გადავხადოთ თითოეულ ამორჩეველს, რომელიც უკვე გამოცხადდა საარჩევნო უბნებზე. ამასთან მინდა კიდევ ერთხელ მოუწოდო ამორჩევლებს აქტიურობისკენ. თითოეული ამორჩევლის ხმას შეაქვს თავისი მნიშვნელოვანი წვლილი ჩვენი ქვეყნის და თითოეული მუნიციპალიტეტის მშვიდობიან და სტაბილურ განვითარებაში. მოხარული ვართ, რომ არჩევნები ტარდება მშვიდ ვითარებაში, ამორჩევლს აქვს შესაძლებლობა მშვიდად ყოველგვარი სახის ეწოლისგან და ზემოქმედებისგან თავისუფალ გარემოში გააკეთოს საკუთარი არჩევანი. გასტომებთ, რომ ჩვენი საარჩევნო შტაბების მონაცემების თანახმად ქართული ოცნება დამაჯერებლად იგებს როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნებს უკლებლივ ყველა მუნიციპალიტეტში. მეტიც ჩვენი საარჩევნო შტაბების მონაცემებით უკლებლივ ყველა მუნიციპალიტეტში, მათ შორის თბილისში და სხვა დიდ ქალაქებში, ფიქსირდება 70%-ზე მაღალი შედეგი ქართული ოცნების სასარგებლოდ. ხალხის ეს ოდენ მაღალდობას ძალიან ვაფასებთ და კიდევ ერთხელ ვიძლევთ პირობას, რომ ამ ნდობის გასამართლებლად მაქსიმუმს გავაკეთებთ. დიდი მადლობა. თუ არის შეკითხვები? მოგესალმებით. ორი კითხვა მექნება. პირველ რიგში ბატონო ირაკლი, როდესაც ხდება მოსახლე აქტივობის შედარება 2014-17 წლთან. ალბათ საინტერესო არის მაყურებლისთვის, რატომ კონკრეტულად ამ ორ წელთან და არა 2021-თანაც, როდესაც თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა. დიახ, ჩვენ ვადარებთ ორ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს და მის აქტივობას. 2021 წელი გახსოვთ, რომ იყო სპეციფიური, რომელიც გაუთანაბრეს საპარლამენტო არჩევნებს, გამდინარე იქიდან, რომ დაწესებული იყო ეგრეთ წოდებული 53%-იანი საარჩევნო ბარიერი. 53%-ის ვერ მიღების შემთხვევაში ქართულ ოცნებას გახსოვთ, ეგრეთ წოდებული მიშელის შეთანხმების თანახმად უნდა დაენიშნა რიგარეშე საპარლამენტო არჩევნები. აქედან გამომდინარე, იყო განსხვავებული კონტექსტი, რა პირობებში ჩატარდა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2021 წელს, შესაბამისად ამ არჩევნების შედარება აქტივობის კუთხით 2021 წლის არჩევნებთან არ არის რელევანტური, შესაბამისად ჩვენ ვადარებთ ამ არჩევნებს სწორედ 2014 და 2017 წლის სტანდარტულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს და იქ დაფიქსირებულ აქტივობას. ჩემი კიდევ ერთი კითხვა უკავშირდება პროცესს, რომელიც ახლა ქუჩაში იმართება. უფრო ზუსტად აი თქვენ ამბობთ, რომ ამ დროისთვის 1,200,000-მა ამორჩეველმა დააფიქსირა საკუთარი პოზიცია. ვიდრე მედიასთან ჩამოხვიდეთ, ალბათ ნახეთ კადრები დედაქალაქის ცენტრალური გამზირიდან. თქვენი გადმოსახედიდან რეალურად სად დგას ქართველი ხალხი? ამაზე არის პრეტენზიები იცით ოპოზიციის მხრიდანაც, რომ ქუჩაშია დღეს რეალურად ქართველი ხალხი. 1,200,000 ამომრჩეველი უკვე მისული და კადრები, რომელსაც ვხედავთ ცენტრალური გამზირიდან. 8 საათზე ამოიბეჭდება საარჩევნო ოქმები და დაფიქსირდება საბოლოოდ საარჩევნო შედეგები, მათ შორის ქართული ოცნების საარჩევნო შედეგი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ დაახლოებით თანხმდრაში იქნება ჩვენი საარჩევნო შედეგი იმ შედეგთან, რომელიც წინა საპარლამენტო არჩევნებზე დაფიქსირდა. მიუხედავად იმისა, რომ აქტივობა თვითმმართველობის არჩევნების სპეციფიკიდან გამომდინარე არის შედარებით დაბალი. როდესაც მილიონზე მეტი ამორჩეველი გიჭერს მხარს, ყველაფერი არის რა თქმა უნდა ნათელი და რაც შეეხება რაოდენობას, რომელიც დაფიქსირდება დღეს თბილისში, იქნება ამ მაჩვენებელზე დაახლოებით 100-ჯერ ნაკლები. შესაბამისად, ამაზე საზოგადოება თავის დასკვნებს ბუნებრივია გამოიტანს. ბატონო, ოპოზიციის ლიდერები ისევ საუბრობენ, რომ დღეს ექნება სიურპრიზი და მოლოდინი არის, რომ იქნება მშვიდობიანი რევოლუცია. თქვენ ამ დღების განმავლობაში სულ აკეთებდით განცხადებას, რომ კანონი არავინ არ უნდა დაარღვოს და მშვიდობიანი გამოხატვის უფლება ყველას აქვს. მოვლენების როგორ განვითარებას ელოდებთ? ან რა ინფორმაციები გაქვთ, რა შეიძლება მოხდეს დღეს? არსებობს ორი თეორიული სცენარი, ჩვენ რომ ვიმარჩიელოთ, ორი თეორიული სცენარი არსებობს. ერთი არის, როდესაც მშვიდობიანად იმართება შეკრება და ასეთ შემთხვევაში მარტივად შეგრებებიან, დაიშლებიან, ეს არის და ეს. და მეორე თეორიული სცენარია, როდესაც ისინი გადადიან ძალადობაზე, როდესაც ისინი ცდილობენ მაგალითად შტორმი განახორციელონ კონკრეტული ადმინისტრაციული შენობების მიმართ ან იცალოდონ პოლიციელებს და ეს შემდეგ, ხო? ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ისინი მიიღებენ ძალიან მკაცრ კანონის მიერ პასუხს, პროპორციულ, მაგრამ მკაცრ პასუხს კანონის საფუძველზე, რა თქმა უნდა, ძალადობა ვერ დარჩება უპასუხოდ.
კითხვა მაქვს. ვიცით რომ არჩევნებს აკვირდებიან უცხოელი დამკვირვებლები, ისინი პირველ შეფასებებსაც აკეთებენ. მთელი დღის განმავლობაში საუბრობენ, რომ პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს, რომ ხმის მიცემის პროცესი არის თავისუფალ გარემოში. როგორ ფიქრობთ, მათი შეფასებები გავლენას მოახდენს თუ არა? ევროპიდან გაკეთებულ შეფასებებზე ამას მათ შორის იმიტომაც გეკითხებით, რომ როგორც ვიცით კოპენჰაგენში თქვენი ვიზიტის პერიოდში გაკეთდა გარკვეული მინიშნებები მის შესახებ, რომ საქართველოს უნდა მოусმინოს ევროპელმა ლიდერებმა, საქართველოსაც უნდა მოусმინონ. ამ ფონზე დამკვირვებლების შეფასება შეიძლება იყოს თუ არა რაიმე გავლენის მქონე იმ ადამიანებზე, რომლებიც მუდმივად აკრიტიკებენ საქართველოს. ზოგადად ეს არის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და როცა ტარდება მუნიციპალური არჩევნები, მიღებული პრაქტიკა არც არის უცხოელი დამკვირვებლების ჩასვლა ქვეყანაში, თუმცა ამის მიუხედავად საქართველოში დღეს არიან უცხოელი დამკვირვებლები, მთლიანობაში 8000-ზე მეტი დამკვირვებელი აგვირდება ამ არჩევნებს, საიდანაც არის ძალიან ბევრი უცხოელი. რა თქმა უნდა, ყველაფერს უნდა კონდეს თავისი მნიშვნელობა. ყველა ხედავს იმ ობიექტურ სინამდვილეს, რომ არჩევნები ტარდება მშვიდ გარემოში, თავისუფალია ეს არჩევნები ყოველგვარი ტიპის ზეწოლისგან, მუქარისგან, მოსყიდვისგან და ამ შემდეგ ეს არის ის საერთო სურათი, რომელიც დღეს აშკარად ჩანს და არის სრულიად თვალნათელი. ეს არის ობიექტური შეფასების ერთადერთი მყარი საფუძველი. მოგესალმებით, კესოქაფიანიძე რუსთავიარი. ბატონო ირაკლი, როგორც ჩვენთვის ცნობილია, ამ დრომდე 5 ლელოს წევრი ტოვებს პარტიას, სოციალურ ქსელში გავრცელეს განცხადება და ამბობენ, რომ ემიჯნებიან ძალადობას. ასევე გახარიას სამცხე-ჯავახეთის პირველმა ნომერმაც დატოვა პარტია. რას ნიშნავს და რას ემსახურება და რატომ ხდება ეს მათ პარტიებში? ერთი რომ ზოგადად ამ პარტიებში არის რთული მდგომარეობა, საკუთარი ქმედებებით, საბოტაჟით მათ მიუყვანეს საკუთარი პარტიები ასეთ მდგომარეობამდე, არათუ ადგილობრივი წარმომადგენლები, მათი ლიდერებიც კი ტოვებენ პარტიას, ამის არაერთი მაგალითი იყო კონკრეტულად რელოს შემთხვევაში, ასევე გახარიას პარტიის შემთხვევაში და ამ ფონზე არავის უკვირს, რომ ადგილობრივი წარმომადგენლებიც ტოვებენ ამ პარტიებს, მით უმეტეს რელოს შემთხვევაში, იმ ფონზე, რომ ამ პარტიამ პირდაპირ გამოუცხადა მხარდაჭერა კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის ან დამხობის მცდელობას, რომელიც დაანონსა მათმა მეგობარმა პარტიამ, ნაცმოძრაობის ხელმძღვანელობამ და მათთან ერთად იყვნენ მოგეხსენებათ კონკრეტული ექსტრემისტული დაჯგუფებები. ასეთ პირობებში, რა თქმა უნდა, ლოგიკურია, რომ რელოსშიც არიან წევრები, რომლებსაც არ სურთ ამ ქვეყანაში არეულობა და არ სურთ არეულობის მცდელობაში მონაწილეობაც კი. ეს არის აბსოლუტურად ლოგიკური პროცესი. კიდევ ერთი კითხვა მექნება, დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ პრეზენტაციაც წარადგინა იმ დეზინფორმაციის კამპანიაზე, რასაც მთელი დღის განმავლობაში აქვს ადგილი და ვრცელდება სხვადასხვა მედია საშუალებების მხრიდან სხვადასხვა ინფორმაცია, მაგალითად ხაშურის უბანზე, ასევე ახალციხეში ორმა ადამიანმა ერთად მისცეს ხმაო, თუმცა მე როგორც ბატონმა შალვამ აღნიშნა, ეს არ იყო სიმართლე. რას ემსახურება ეს და მთელი დღის განმავლობაში რატომ აქვს ამას სისტემატიური სახე? ამაში სიახლე არაფერია, ჩვენ მიჩვეული ვართ, რომ ყოველ ჯერზე, როცა ტარდება ჩვენს ქვეყანაში არჩევნები, კონკრეტული მედია საშუალებები ავრცელებენ 1000 ტიპის ცრუ ინფორმაციას, დეზინფორმაციას და ამის მორიგი გამოვლინება ის ფაქტები, რაც თქვენს დაასახელეთ, ხო, ეს არის მოძველებული, ასე ვთქვათ, ტრიუკი, როდესაც არჩევნების დღეს 1000 სახის დეზინფორმაციით ცდილობ გახვიდე ფონს და ზიანი მიაყენო არჩევნების საერთო სურათს. ხავთ როგორ კონტექსტში საარჩევნო ციკლი სრულდება, ხო, თვითმმართველობის არჩევნებით იყო საპარლამენტო, შემდეგ პრეზიდენტი არჩეთ და ეხლა დღეს არჩევნები არის თვითმმართველობის. როგორ იქნება ქართული ოცნების პოლიტიკი ხვალიდან? რაზე იქნება მთავარი აქცენტი მთავრობის, პარლამენტის და საერთოდ გუნდის იმ რეალობაში, რაშიც დღეს ვართ, ხომ, ოპოზიცია არის ქუჩაში, ქართული ოცნება ამბობს, რომ არ დაუთმობს არაფერს კანონიერი ფარგლებს იქეთ არ გაუშვებენ. რა იქნება ხვალიდან თქვენი პოლიტიკა? ყველაფერი ძალიან კარგად იქნება მშვიდად. ჩვენ გვაქვს 3 წელი საპარლამენტო არჩევნებამდე. ძალიან დიდ პასუხისმგებლობას გვაკისრებს ის ნდობა, რომელიც გამოგვიცხადა სამორჩეულებმა ჯერ საპარლამენტო არჩევნებზე და ახლა უკვე გვიცხადებენ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, მით უმეტეს რომ მონაცემები არის მართლა ძალიან შთამბეჭდავი და მაღალი. გარდა იმისა, რომ ჩვენ რა თქმა უნდა გვიხარია ასეთი ხარდაჭერა საზოგადოების მხრიდან, ეს ჩვენ გვაკისრებს დამატებით განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას, რომ იზრუნოთ ქვეყნის განვითარებაზე. თქვენ იცით, რომ ტენდენციები გვაქვს ძალიან კარგი, ერთ-ერთი მთავარი საკითხი არის ბუნებრივი ეკონომიკის განვითარება. ჩვენ ვართ პირველ ადგილზე ევროპაში და ფართო რეგიონში ეკონომიკური
ელემენტური ზრდის მაჩვენებლებით და რა თქმა უნდა ჩვენი ერთ-ერთი პასუხისმგებლობა ამ ტენდენციის შენარჩუნება, ასევე ძალიან ამბიციური პროექტები გვაქვს იგივე ინფრასტრუქტურის ნაწილში ყველა მიმართულებით, აბსოლუტურად ყველა მიმართულებით, რაც ეხება ქვეყნის განვითარებას და თავიდან ბოლომდე ვიქნებით ამაზე კონცენტრირებული. შემდეგი 3 წლის განმავლობაში გულისხმობს საპარლამენტო ციკლს და შემდეგი 4 წლის განმავლობაში ამ შემთხვევაში გულისხმობს შემდეგ მუნიციპალურ ციკლს. დავაზუსტებ ამ კითხვას საგარეო მიმართულებით თქვენ ამბობდით ამ თვეების განმავლობაში რომ ყველაფერი უკავშირდებოდა არჩევნებს იმისათვის რომ ხელისუფლება ძალადობრივად შეცვლილიყო ქვეყანაში საგარეო მიმართულებით რას ელოდებთ იქნება თქვა გადატვირთვა იგივე დასავლეთის მიმართულებით იგივე ევროპული ქვეყნების მიმართულებით ვინაიდან ამბობდით რომ უცხოური პოლიტიკოსების ჩარევის მიზანი იყო ერთ რომ შეიცვალოს ხელისუფლება ჩვენ ხელი გვაქვს გაწყვეტილი როგორც ამერიკის შეერთებული შტატების მიმართ, ასევე ევროკავშირის მიმართ და მოთმინებით ველოდებით საპასუხო ნაბიჯებს. ეს არის ჩვენი საერთო მიდგომა, ხო? ჩვენ ძალიან კაფეო განცხადებები გვაქვს გაკეთებული, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებთან დაკავშირებით, სტრატეგიული პარტნიორობის განახლებასთან დაკავშირებით, ასევე ევროკავშირთან ურთიერთობების გადატვირთვის შესახებ მოთმინებით ველოდებით საპასუხო ნაბიჯებს. ეს არის ჩვენი პოლიტიკა. მოგესალმებით უპირველეს ყოვლისა აქციასთან დაკავშირებით მინდა რომ გკითხოთ საკმაოდ დიდი რაოდენობით არის გამოსული ხალხი ქუჩაში რა პასუხი გაქვთ ამ ხალხისთვის არჩევნების პარალელურად იმართება ქვეყანაში დიდი პროტესტი რა პასუხი გაქვთ ამ ხალხისთვის თქვენ ხედავთ როგორია რაოდენობა ძალიან სუსტად გამოიყურება რადიკალური ოპოზიციის ეს შეკრება შესაბამისად გონია რომ ხიარულად დაიშლება ეს შეკრება ეს არის ჩემი ერთ-ერთი შეფასება რაც ჩემი ანუ გეცოტავთ ხალხი დღესაც ქუჩაში თქვენ შეგიძლიათ ნახოთ კადრები დიახ ნახეთ კადრები ამიტომ გეკითხებით ხო რომელი კადრები ნახეთ თავისუფლების მოედანზე მაგალითად ნახეთ კადრები რამდენი ადამიანია ძალიან ცოტაა ძალიან ცოტა რამდენი არის ბატონო ირაკლი ძალიან ცოტა არის ძალიან ცოტა რაც თვალით ჩანს. ეს ყველაფერი ჩანს თვალით და თვალით ჩანს რომ არის ძალიან ცოტა. ნუ ეს არის ტრაგიკული მდგომარეობა რომელიც არის რადიკალურ ოპოზიციაში, კოლექტიურ ნაცმოძრაობაში. არის ჩვეულებრივი პარტიული აქცია, რომელიც დაანონსდა გამომდინარე წირი ხარდაჭერიდან, რომელთაც სარგებლობს კოლექტიური ნაცმოძრაობა, რა თქმა უნდა, სხვა შედეგი არც იყო მოსალოდნელი. კითხვასაც დაგისვამთ, ჯერ არჩევნები არ დასრულებულა 8 საათამდე არის დრო, თუმცა ქართული ოცნება წინასწარ შეიძლება ითქვას, რომ ზეიმობთ და ამბობთ, რომ 70%-იანი მხარდაჭერა შეიძლება გქონდეთ. წინასწარ რატომ გაქვთ ასეთი მოლოდინები, როდესაც არჩევნების შედეგები ჯერ უცნობი არის? ჩვენ გაგიზიარეთ ჩვენი შტაბების მონაცემები, ყველა პარტია მუშაობს აქტიურად ამ მრჩეველთან, შესაბამისად ხდება მონაცემების დამუშავებაც და ეს არის ჩვენი შტაბების მონაცემები. რაც შეეხება საბოლოო მონაცემებს, ისინი გასაჯაროდება ბუნებრივია ცესკოს მიერ 8 საათის შემდეგ, რაც შეეხება ზეიმს, ჩვენ არ ვჩქარობთ ჯერჯერობით ზეიმს, მაგრამ დარწმუნებული ვართ, რომ 8 საათზე აუცილებლად მოგვიწევს ზეიმი. ამ ზეიმში იქნება თუ არა ბიზინა ივანიშვილიც პარტიაში? მოდით ეს აი ჩვენს სიურპრიზად თავთავად. ბიზინა ივანიშვილს ელოდებით, იმიტომ რომ როგორც ჩვენ ნახეთ, არის უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომების მიღების მცდელობა და რაც დავინახეთ, ესე იგი ელოდებით ივანიშვილს იქნება ის აქ. ნახოთ თავიდანვე სიურპრიზად. მადლობა. კითხავთ მეც თუ შეიძლება ხო აშკარაა რომ ემზადებით რომ აღნიშნოთ ის გამარჯვება რომელსაც აანონსებთ თუმცა რატომ არ აღნიშნოთ ამას ქართულ ხალხთან ერთად როცა ამტკიცებთ რომ ამ ხალხის უმრავლესობა არის სწორედ თქვენი პოლიტიკის მხარდამჭერი და თან ამბობთ რომ დღეს ასეთი მნიშვნელოვანი გამარჯვება გელოდებათ რატომ მხოლოდ პარტიის ოფისში ხართ ისევ ჩაკეტილი და აი ამ იზოს არ გაცდა თქვენი ზეიმი თქვენ იცით რომ სტანდარტულად ჩვენ ასეთი სახით აღნიშნავთ ხოლმე არჩევნებში გამარჯვებას მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩვენ გვყავს ბილიონზე მეტი ხარდამჭერი წინ არჩევნების დაფიქსირდა 1,100,000 ამორჩეულის ხარდამჭერა და აქაც ველოდებით დაახლოებით იგივე შედეგს ეს არის საერთო სურათი ხო რომელიც ყველამ ძალიან კარგად იცის რაც შეეხება აღნიშნავს ამას აქვს თავისი სტანდარტული ტრადიცია და ამ ტრადიციას მივყვებით. ამ ტრადიციის ნაწილი რატომ არ არის ის ხალხი, ვისაც თქვენ მიგჩნევთ საკუთარ ამომრჩევლად და მხარდამჭერად? რაც შეეხება ხალხთან ერთად ჩვენი გამარჯვების აღნიშვნას, ამას გავაკეთებთ შემდეგი 3 და 4 წლის განმავლობაში, როდესაც სწორედ ხალხის ჩართულობით და ხალხთან ერთად ჩვენ ყველა ერთად აღნიშნავთ მაგალითად კონკრეტული პროექტების განხორციელებას, ძალიან შთამბეჭდავი პროექტები გვაქვს დაგეგმილი. ჩვენ მთელი ამ დროის განმავლობაში ვიყავით ერთადერთი პარტია, ვინც იყო ურთიერთობაში ხალხთან. კამპანიაც კი არ ჩაუტარებიათ, არიან კანდიდატები, ქუთაისში ერთადერთი კანდიდატი ყავდა რადიკალურ ოპოზიციას, ქუთაისშიც კი არ ჩასულა.
წარმოიდგინეთ, ჩვენ მუდმივი ურთიერთობა გვქონდა ხალხთან მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, როდესაც იყო წინა საარჩევნო პერიოდი, არა მარტო წინა საარჩევნო პერიოდის განმავლობაში, ეს არის ჩვენი დამოკიდებულება ხალხთან. მუდმივი ურთიერთობა ხალხთან, საზოგადოებასთან, როგორც წინა საარჩევნო პერიოდში, ასევე არჩევნების შემდეგაც. დღეს კონკრეტულად რამში გიშალათ ხელი, რომ გასულიყავით ქუჩაში და საკუთარ მხარდამჭერებთან ერთად გეზეიმათ თქვენთვის მნიშვნელოვანი ეს გამარჯვება. ის აქცია ხომ არ გაითვალისწინეთ, რომელიც ახლა რუსთაველის გამზირზე მიმდინარეობს და რომელზეც ამბობთ, რომ ესო ძალიან სუსტი შეკრებაო. თუ სუსტი შეკრებაა, ეს ხომ არ იყო სინამდვილეში სწორედ ფაქტორი, რის გამოც თქვენ ვეღარ გავედეთ დღეს უკვე ქუჩაში გასვლა. წელს ვაკეთებთ იმისგან განსხვავებულ რამეს, რაც გავაკეთეთ ან შარშან, ან 2021-ში, ან 2020-ში, ან 2000. ყველა ჯერზე იყო თქვენი მისამართით ეჭვი, რომ ამას ვერ ბედავდით სწორედ. ახლა ანუ გამოდის, რომ არ რელევანტურია თქვენი შეკითხვა, იმიტომ რომ დაუკავშირეთ აქციას, რომელიც არ იყო მაგალითად შარშან. შარშან არ იყო აქცია, მაგრამ მაინც იგივე ტრადიციით. არ უნდა გამოვირიცხოთ, რომ დამატებითი ფაქტორი თქვენთვის დღეს არის ეს აქციაც. ახლა გადახვიდით დამატებითი ფაქტორზე და მოდით ნუწოლობთ, დაელოდეთ ჩვენ სეიმს და დაელოდეთ საკუთარ ტრაგედიას. მადლობა. ერთი დაზუსტებაში. შეიძლება ასევე აქტივობაზეც, რომელიც იქცევს ყურადღებას იმით, რომ ახლა არ მონაწილეობს ოპოზიციური პარტიების ნაწილი ამ პროცესში და როგორც სესკოს მონაცემები აჩვენებს, აქტივობა მოქალაქეების არის დაახლოებით იმდენივე თუ არ ვცდები, რამდენიც თქვა 2021 წელს იყო, როცა ოპოზიცია სრული შემადგენლობით იყო ჩართული პროცესში. რამდენად ლოგიკურია ეს ამის ახსნა როგორ შეიძლება? 21 არ იმეორებს 2014 და 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების აქტივობას. ლოგიკა არის მარტივი. ვინც ჩვენ დაგვიჭირა და ბევრად არ ჩამორჩება 2021, ხო? ბატონო? ბევრად არ ჩამორჩება 2021. ბევრად ჩამორჩება, იმიტომ რომ 2021 იყო, 2021-ში იყო 1.800.000-ზე მეტი ამორჩეველი. რაც შეხება ამორჩევნებს 8 საათისთვის სავარაუდოდ დაფიქსირდება 1.5 ამორჩეველი, ანუ სხვაობა დიდია. დაახლოებით ხმების რაოდენობას თუ იმის გათვალისწინებით, რომ ოპოზიციის მნიშვნელოვანი ნაწილი არ მონაწილეობს ამ არჩევნებში. ანუ აიღეთ ნაცმოძრაობის და ის ახალი ხმები და დაახლოებით ემთხვევა ეს სხვაობა მათ ხმებს, ხო? დაახლოებით დამთხვევა. ამიტომ თქვენ ლოგიკას თუნდაც ადარებდით აი 2014 წელს, ხო და 2017 ახსენეთ. ახლა მაგას ახსნე, რაც შეხება. მაგას ახსნეს რაც შეხება. მარტივად არის საქმე. ჩვენი ამორჩეველი იყო აქტიური, იყო მობილიზებული. და შესაბამისად ვინც ხარი დაგვიჭირა წინა საპარლამენტო არჩევნებზე, ისინი თითქმის მთელი შემადგენლობით გამოვიდნენ თვითმმართველობის არჩევნებზეც, იქნება ალბათ მაინც მცირე კლება გამომდინარე იქიდან, რომ მუნიციპალურ არჩევნებს ესახასიათებს, რაც შეეხება ოპოზიციას, გამომდინარე იქიდან, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა, არა მარტო ახალმა და ნაცმოძრაობამ, რომლებიც არ მონაწილეობენ არჩევნებში, თლიანად რადიკალურმა ოპოზიციამ საკუთარ ამორჩეველს გაუცრუა იმედები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. აქედან გამომდინარე, მათ ნაწილში არის კლება. ანუ ჩვენ ვინარჩუნებთ დაახლოებით 1.100.000-მდე ხმას, ოპოზიცია იღებს 400.000 ხმას და ასე დაждდება დაახლოებით 1.5 მილიონი. ყველაფერი არის ძალიან ლოგიკურად დალაგებული. თქვენ თქვით, რომ ძალიან ცოტა ხალხი არისო ქუჩაში. თუმცა დღეს ჩვენ ვნახეთ საპოლიციო ძალების საკმაოდ დიდი მობილიზება თუ პარლამენტში, თუ საკრებულოში და ასე შემდეგ. თუ ასეთი ძალიან ცოტა ხალხი არის ქუჩაში, მაშინ რაში გჭირდებოდათ ასეთი გრანდიოზული მომზადება პარლამენტის ეზოში, როგორც კადრებში ჩანს, მანქანის გასაჩერებელი ადგილი აღარ არის, სპეცრაზმელებით არის სავსე და არა მხოლოდ პარლამენტის ეზოში. თუ ასეთი ცოტა ხალხია, რაში გჭირდებოდათ ამდენი მადლობა ამ შეკითხვისთვის. საპოლიციო ძალები და ზოგადად სამართალდამცავი ორგანოები არის მობილიზებული სტანდარტული პროტოკოლების მიხედვით. თქვენ გახსოვთ, იგივე შარშან წინ არაერთი მცდელობა ჰქონდათ, 4 მცდელობა ჰქონდათ გასული 4 წლის განმავლობაში განახორციელებინათ რევოლუცია და ჯამში მაშინ ძალადობდა ერთბაშად 500-დან 1000 კაცამდე. თუმცა ამას დაჭირდა შესაბამისი ძალოვანი რესურსი, რომ მოგერიებულიყო შტურმი სახელმწიფო ინსტიტუტებზე. აქ სტანდარტული პროტოკოლებით არის მობილიზებული სამართალდამცავი უწყებები და ყველაფერი გაკეთდება ისე, როგორც ამას ითვალისწინებს ჩვენი კანონმდებლობა. პროპორციული ძალა დაუპირისპირდება ნებისმიერ ძალადობის მცდელობას, თუ ასეთი მცდელობა განხორციელდება. ან დარბევა დღესაც შეიძლება იყოს პროპორციული ძალის დაპირისპირებას გულისხმობ წინაზე ეს ვნახეთ. დარბევა არც ერთ შემთხვევაში არ ყოფილა, თუ რაიმე შეიძლება ეწოდოს დარბევა, ეს იყო ის ძალადობა, რომელსაც მიმართავდნენ მიტინგის მონაწილეები სამართალდამცავი უწყებების მიმართ. რაც შეეხება პოლიციას, თლიანად სამართალდამცავ უწყებებს, მათ
დაშალდეს შეკრება, როდესაც ეს იყო საჯარო სახელმწიფო ინტერესების დასაცავად და რა თქმა უნდა ამ შემთხვევაში თუ ვინმე წაუწდება ხელი კანონის დარღვევაზე მიიღებს შესაბამის პასუხს, პროპორციულ, მაგრამ მკაცრ პასუხს. ერთსაც გითხავთ, დღეს მთელი დღის განმავლობაში ვხედავთ სიებით როგორ არიან საარჩევნო უბნებზე ადამიანები, ასევე რამდენიმე უბანზე დაფიქსირდა თანხის გადახდის შეთავაზებები და ასე შემდეგ. მაისურებს იფარებდნენ სახეზე და ისე გარბოდნენ მთელი რიგი უბნებიდან. არის თუ არა ეს ამორჩევლის ნების კონტროლი და ეს სიებით შეიარაღებული ადამიანები ყველა არჩევნებზე რატომ აკონტროლებენ ამ ურჩევლის ნებას? თანხის გადახდა არსად არ დაფიქსირებულა, რაც შეეხება ამორჩევლის მობილიზაციას, ეს არის სტანდარტული პრაქტიკა გავრცელებული დემოკრატიულ ქვეყნებში. მე მახსოვს თავის დროზე აირაი ვიტარებდა ტრენინგებს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა მოხდარიყო ამორჩევლის მობილიზება, მათ შორის როგორ უნდა გარიყვნენ ადამიანების სიებით, როგორ უნდა დაერეკათ ამორჩეულთან, საჯაროების შემთხვევაში მისულიყვნენ სახლში და გარს დაეგოკვინებინა და შემდეგ ეს არის სტანდარტული პრაქტიკა, რაც გამოიყენება დემოკრატიულ სახელმწიფოებში. მადლობა. უსმენდით პრემიერ-მინისტრს ირაკლი კობახიძე მედიის კითხვებს უპასუხა, ძალადობა ვერ დარჩება უპასუხოთ, თქვა ირაკლი კობახიძემ ოპოზიციის გეგმებთან დაკავშირებით, თუმცა იქამდე მთავრობის მეთაურმა ისაუბრა ზოგადად საარჩევნო პროცესზე, მან თქვა, რომ დღევანდელი საარჩევნო პროცესი მიმდინარეობს 7 ვითარებაში, ასევე აქცენტი გააკეთა იმაზე, რომ ქართული ოცნება დამაჯერებლად იმარჯვებს და ეს ყველაფერი პრემიერმა თქვა საარჩევნო შტაბების მონაცემებზე დაყრდნობით. იმ აქციაზე უნდა ვისაუბროთ ახლა ჩვენც, რომელიც რუსთაველის გამზირზე მიმდინარეობს, ნაციონალური მოძრაობისა და პაატა ბურჭულაძის ორგანიზაციის მიერ დაანონსებული აქციაა ეს. მონაწილეები და მათი მხარდამჭერები არიან ადგილზე შეკრებილები. შეკრება 16 საათზე იყო დაანონსებული, თუმცა ადგილზე აქტივისტები და ოპოზიციონერი პარტიის წარმომადგენლები დაგვიანებით გამოჩნდნენ. დაიწყო რამდენიმე წუთის წინ აქცია და სიტყვით გამოსვლები. შეკრებილები არიან ასევე გეგმის მოლოდინში. კურიერის გადამღები ჯგუფები მუშაობენ საკრებულოსთან და რუსთაველის გამზირზე. ლიკა ალელიშვილი უნდა ჩავრთოთ ბოლო ინფორმაციით ახლა პირდაპირ ეთერში. ლიკა, რა ხდება ამ დროისთვის ადგილზე, თუ მოისმინეს უკვე ის გეგმა, რასაც პაატა ბურჭულაძე აანონსებდა? იზი აქციის მონაწილეებმა, რომლებიც ამ დრომდე რჩებიან თავისუფლების მოედანზე, შეკრებილები არიან შუა დღის 4 საათიდან, ჯერჯერობით პაატა ბურჭულაძისგან დაანონსებული გეგმა ვერ მოისმინეს. სცენა დაიკავა მხოლოდ ნაციონალური მოძრაობის რამდენიმე წევრმა, მათ შორის ირაკლი ნადირაძემ და ანა წითლიძემ. მათ ხალხს მოუწოდეს თავის მხარდამჭერებს, რომ არ დაიშალონ და გეგმაც მოგვიანებით გამოცხადდება, თუმცა კონკრეტული დრო, რა თქმა უნდა, ჯერჯერობით ყველასთვის უცნობია. არ მოვსულარ სასეირნოთ, არ მოვსულარ სასეკვაოთ, არ მოვსულარ სიმღერების მოსასვენად. ეს არის დიდი საერთო ეროვნული გრება. გესაკ ქართველი ხალხი მიიღებს კონკრეტულ გადაწყვეტილებას. ჩვენ გვინდა, რომ ეს იყოს დიდი საერთო ეროვნული კრილობა, ეროვნული კრება. შვიდობიანი დროშების რევოლუცია ძალიან მალე შემოგვიერთდებიან და ყველამ ერთად ერთიანად ვიმოქმედოთ თელმა საქართველომ. დავარსაფხელს ძალიან მალე გააჟღერებს პაატა ბურჭულაძე, რუსთაველის გამზირი. მე მინდა მოუწოდო ქართული ოცნების ხელისუფლებას. არ გაბედო ამ ხალხთა დაპირისპირება, არ გაბედო. ეს ხალხი აქედან გამარჯვების გარეშე არ წავა. დღესაკ ძალაუფლებას ხელში აიღებს ქართველი ხალხი. ქართველი ხალხი დანიშნავს სხვადასხვა არჩევნებს. საპროტესტო აქცია თავისუფლების მოედანზე გრძელდება. აქ შეკრებილები არიან ოპოზიციის მხარდამჭერები, როგორც გითხარით, ელოდებიან იმ გეგმის გამოცხადებას, რომელიც პაატა ბურჭულაძემ დაანონსა, რომ შუა დღის 4 საათზე უნდა გამოაცხადებინა, თუმცა ამ დროისთვის ისევ მოლოდინის რეჟიმში არიან აქციის მონაწილეები. 2 საათნახევარი გავიდა და ელოდებიან, როდის გამოჩნდება პაატა ბურჭულაძე თავისუფლების მოედანზე, როგორც გითხარით, აქ იმყოფებიან ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები და სწორედ მათ მივართეს ცოტა ხნის წინ ხალხს.
მადლობა ლიკა ალელიშვილს, კურიერის გადამღები ჯგუფები რჩებიან ადგილზე და ჩვენ პერიოდულად მოგაწვდით ინფორმაციას თუ რა ხდება ახლა ქვეყნის მთავარ გამზირზე და თავისუფლების მოედანზე. იქამდე კი შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა დღეს განცხადება, რომელსაც წაგიკითხავთ საზოგადოების უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის მიზნით. შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი საპოლიციო დანაყოფების თანამშრომლები თბილისში დაგეგმულ აქციასთან დაკავშირებით დედაქალაქის მასშტაბით სხვადასხვა ადგილზე არიან მობილიზებულები. მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილე პირებს შეკრება მანიფესტაცია გამართონ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში. დაემორჩილონ პოლიციელების კანონიერ მოთხოვნას და არ შეუშალონ ხელი სამსახურეობრივი საქმიანობის განხორციელებაში. კანონდარღვევის თითოეულ ფაქტს პოლიციის მხრიდან შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება. ნათქვამია უწყების განცხადებაში. რუსთავის გამზირის მიმდებარე ქუჩებზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის და ზოგადად პოლიციის დანაყოფები, რადგან დავიცვათ საზოგადოებრივი წესრიგი და მოქალაქეების უსაფრთხოება. რამოდენიმე ლოკაციაზე დაიწყეს შეკრება აქციის მონაწილეებმა და როგორც ინფორმაცია გვაქვს, ძირითადი ლოკაცია იქნება თავისუფლების მოედანზე საკრებულოს მიმდებარე ტერიტორიაზე. არ დაარღვევენ კანონის დარღვევის შემთხვევაში პოლიცია იმოქმედებს კანონის შესაბამისად. ნებისმიერ კანონდარღვევას სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება, ასეთია მმართველი გუნდის გაფრთხილება. პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარის განცხადებით, თუ ძალადობრივი ფაქტები დაფიქსირდება, სახელმწიფო მას შესაბამის პასუხს გასცემს, ოპოზიციის გეგმა კი ვერ განხორციელდება. თემაზე ისაუბრეს პრეზიდენტმა და პარლამენტის თავმჯდომარემ. შალვა პაპუაშვილი საინფორმაციო თავდასხმებზე საუბრობს და აცხადებს, რომ ოპოზიციისა და მესამე სექტორის მხრიდან არჩევნების საბოტაჟის მცდელობა. ასე ვთქვათ, შეფერხება და უფრო მეტი ტემპით რო არ ვითარდება საქართველოს, ეს არის გარედან მართული რადიკალების ქმედებები. ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ დიდხანს ვერ გაგრძელდება. საქართველოს საზოგადოება არის საკმაოდ ბრძენი. კიდევ ერთხელ მოუწოდებ, რომ ის გამოცდილება, რომელიც ჩვენმა საზოგადოებამ შეიძინა, ის მშვიდობა, სტაბილურობა, განვითარების ტემპები ყველასთვის მისაბაძი არის და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ სახელმწიფო არის დღეს ძალიან ძლიერი, ისეთი როგორც არ ყოფილა არასდროს, ამიტომ ყველა ინსტიტუციას აქვს თავისი ვალდებულება და პასუხისმგებლობა და დარწმუნებული ვარ, რომ ყველა შეასრულებს თავის სახელმწიფოებრივ მოვალეობას და ვალდებულებას და ყველაფერი იქნება ძალიან კარგად. ყველას გვაქვს ჩვენთაგანს პასუხისმგებლობა იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ ეს მდგომარეობა და კიდევ უფრო მეტად დავიწყოთ ჩვენი ქვეყნის გაძლიერება, გამთლიანება და კიდევ უფრო მეტად წინსვლა. აქციას რაც შეეხება, თქვენ ძალიან კარგად ნახავთ, როგორც ჩაივლის ბატონი ბადა ბურჯულაძის მიერ დაანონსებული, ეგრეთ წოდებული დამხობის აქცია. ერთადერთი კიდევ ერთხელ გამიმეორებ ჩემს გაფრთხილებას, ვინმეს არ წაუწდეს ხელი კანონის დარღვევაზე და არ დაუწდეს ფეხი ამ კანონზე. ეს არის ჩემი ერთადერთი გაფრთხილება. თუ ჩაივლის მშვიდობიანად, ხომ კარგი, თუ შეეცდებიან ძალადობაზე გადასვლას, იღებენ ამაზე რა თქმა უნდა პასუხს. სრული მობილიზაციის პირობებშიც კი დღეს ოპოზიცია იქნება ძალიან სუსტად წარმოდგენილი. აქედან გამომდინარე, მათ წარმატებას არავითარი პერსპექტივა არ აქვს. დღეს ნახავთ, რომ დაახლოებით მილიონი ჩვენი თანამოქალაქე მხარს დაუჭერს ქართულ ოცნებას და ნახავთ, რომ ამაზე გაცილებით და გაცილებით ნაკლები ადამიანი, 100-ჯერ და 200-ჯერ ნაკლები ადამიანი შეიკრიბება დღეს რუსთაველის გამზირზე. ამას საზოგადოება ხედავს, როცა ჩვენი რეიტინგი არის 65%, როგორ შეიძლება ჭკვიანმა ადამიანმა იფიქროს დამხობაზე და რევოლუციის მოწყობაზე. დაანონსებული აქვს რადიკალურ ოპოზიციას და NGO-ებს, რომ ისინი აპირებენ საბოტაჟს არჩევნების, მათ შორის იცით, რომ ნაცმოძრაობის ერთ-ერთი პოლიტიკური ლიდერი ციხეში არის დღეს იმ ბრალდებით, რომ ის მოუწოდებდა უბნების დარბევა. მიმდინარეობს არჩევნები, მშვიდი ვითარება არის, ძალიან კარგია, რომ ვერ ბედავს ჩაიდინოს სისხლისამართლის დანაშაული. გუშინ პრემიერმა ძალიან მკაფიო თქვა, თუ რამდენად მძიმე არის ეს ასეთი ტიპის დანაშაული, რა თქმა უნდა, ყველა ასეთ შემთხვევას გაეცემა შესაბამისი პასუხი. გუშინ წინ ნახეთ, არის საინფორმაციო შტურმი. აი ხო ხსმენია სხვადასხვა არჩევნებზე საინფორმაციო თავდასხმები. აი ორი დღე არის ვაკვირდებით საინფორმაციო შტურმს, რომელშიც მონაწილეობენ პარტიები, ფეიქ მედია და NGO-ები, იმისთვის რომ თავს დაესხან დემოკრატიულ არჩევნებს. ჩვენ ამას ყველაფერს აღურიცხავთ, ხედავთ რომ გვაქვს ძალიან სწრაფი რეაგირება. მე მინდა მადლობა გადავხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს და დღესაც ასევე მოწოდებული იქნება, რომ სწრაფად ყველა საკითხთან დაკავშირებით დაზუსტებული ინფორმაცია მისცეს
საზოგადოებას კი მიმართავ რომ ეს არის საინფორმაციო დღეს ვხედავთ ჩვენ რომ არის გარედან ორგანიზებული და მხარდაჭერილი საბოტაჟი ქართული არჩევნების, ამიტომ ყველა ვიყოთ ფხიზლად იმ საინფორმაციო შტურმის პირობებში, რაც ახლა ხორციელდება. დღეს ყველა სახელმწიფო სტრუქტურა და განსაკუთრებით შინაგან სამინისტრო მობილიზებული არის იმისთვის, რომ უსწრაფესად იყოს რეაგირება ყველა საკითხთან დაკავშირებით და ჩვენც, რა თქმა უნდა, პარტიის მხრიდანაც გვექნება ძალიან აქტიური კომუნიკაცია მოსახლეობასთან. 2 საათზე ნაკლები რჩება საარჩევნო უბნების დახურვამდე. რამდენიმე წუთის წინ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რიგით მეხუთე ბრიფინგი გაიმართა ცესკოს პრეს-სპიკერმა აქტივობის შესახებ და საარჩევნო პროცესზე ისაუბრა, თუ როგორ მიმდინარეობს კენჭისყრის პროცესი. როგორი აქტივობა ბოლო მონაცემებით დილიდან ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მუშაობს ჩემი კოლეგა სანდრო კაჭახიძე, სწორედ მას ვთავთ პირდაპირ ეთერში. სანდრო, როგორია ბოლო მონაცემები? იზი, ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ 17 საათის მონაცემებზე აქტივობასთან დაკავშირებით და 17 საათის მდგომარეობით, როგორც ცესკოში აცხადებენ და არის კიდევ ტაბლოზე მოცემული. აქტივობა ქვეყნის მასშტაბით არის მილიონს გადააჭარბა და არის 1,175,817 ადამიანი, ანუ ამდენმა ადამიანმა ისარგებლა საკუთარი უფლებით და მივიდა საარჩევნო უბანზე და დააფიქსირა საკუთარი პოზიცია, რაც პროცენტებში არის 33.46%. უნდა აღინიშნოს ის, რომ წინა წლებთან დაკავშირებით, მაგალითად 2021 წელთან და 2017 წელთან, მაშინ როდესაც ჩატარდა საქართველოში ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, შედარებით დაბალი მაჩვენებელია, ვინაიდან 2021 წელს მაგალითად 17 საათის მდგომარეობით აქტივობა იყო 41.35%, ხოლო 2017 წელს აქტივობა იყო 26.71%. რაც შეეხება რეგიონებს, მაგალითად კვლავ ლიდერობს და ყველაზე აქტიური არის რაჭა, ლეჩხუმ, ქვემო სვანეთი და ხედავთ რომ აქ არის 52.23%, თუმცა მაღალი ციფრი გამომდინარეობს ამ რეგიონში ამომრჩეველთა მცირე რაოდენობიდან, ხოლო ყველაზე პასიური ამ შემთხვევაში არის დედაქალაქი, ვინაიდან აქ არის არჩევნებზე მისული 273,929 ადამიანი, ანუ ეს პროცენტებში არის 26.25%. ეს რაც შეეხება აქტივობებს ამ დროისთვის, ანუ ჩვენ ვსაუბრობთ ახლა 17 საათის მონაცემებზე. ცესკოში გაკეთდა განცხადება ასევე ბიულეტენის უკანა მხარეს მარკერის კვალთან დაკავშირებითაც, აქ განმარტავენ რომ ბიულეტენის უკანა მხარეს კვალის არსებობის შემთხვევაშიც კი ეს არ ნიშნავს, რომ ხმის ფარულობის დარღვევასთან გვაქვს საქმე, ვინაიდან როგორც ცესკოში ამბობენ, ბიულეტენს პირველ რიგში ფარავს სპეციალური ჩარჩო კონვერტი და ასევე წინა წლის მაგალითიდან გამომდინარე კიდევ ერთი დამზღვევი მექანიზმი ჩაერთვა ამ ყველაფერში და ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ იმ სპეციალურ აპარატს, რომელშიც ჩვენ ვაცურებთ ბიულეტენს, ზემოდან გაუკეთა ჭრილი საფარიც, რამაც ცესკოში ამბობენ, რომ დამატებით დაიცვა ფარულობის პრინციპი. ასევე აღნიშნა, რომ ამ არჩევნებს აკვირდებიან საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციები, როგორც იცით და მათი დაკვირვებით და მათი შეფასებით ეს არჩევნები მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობს მშვიდ და პოზიტიურ გარემოში. ჩვენ შეგვიძლია ახლა ერთად მოვისმინოთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რამდენიმე წუთის წინ გამართული ბრიფინგი. საარჩევნო პროცესი ძირითადად მშვიდ ვითარებაში პროცედურების დაცვით მიმდინარეობს, თუმცა როგორც მოსალოდნელი იყო მნიშვნელოვანი დარღვევების არარსებობის ფონზე ზოგიერთი დაინტერესებული მხარის მხრიდან ისმის სპეკულაციური შეფასებები თუ განცხადებები ბიულეტენის უკანა მხარეს მარკერის კვალთან დაკავშირებით. პირველ რიგში კიდევ ერთხელ ხაზგასმით გვინდა განმარტოთ, რომ ბიულეტენის უკანა მხარეს მარკერის კვალი მისი არსებობის შემთხვევაში არ ნიშნავს ხმის მიცემის ფარულობის დარღვევას, ვინაიდან შეუძლებელია ნების იდენტიფიცირება. ამასთანავე ბიულეტენი ხმის მთლელ აპარატში მოთავსებამდე საარჩევნო კაბინიდან ამომრჩეველს ჩარჩო კონვერტით გამოაქვს, რომელიც სრულად ფარავს ბიულეტენზე საარჩევნო სუბიექტების ჩამონათვალს და შესაბამისად მარკერის კვალს მისი არსებობის შემთხვევაში. შესაბამისად ჯერ კიდევ გასულ არჩევნებზე ამ თემით აქცენტირება წარმოადგენდა მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკურად მოტივირებულ სპეკულაციას. მიუხედავად ამისა, საარჩევნო ადმინისტრაცია მსგავსი სპეკულაციების თავიდან ასარიდებლად ხმის მთლელ აპარატს დაამატა ჭრილის საფარი. როგორც არჩევნების დღემდე არაერთხელ აღვნიშნეთ, ჩარჩო კონვერტისა და ხმის მთლელ აპარატზე ბიულეტენისთვის განკუთვნილი ჭრილის საფარის არსებობით შეუძლებელია ბიულეტენზე მარკერის კვალის გაჟონვის შემთხვევაშიც კი
მისი იდენტიფიცირება. იმ ფონზე, როცა გაჟონვის კვალი იმ თავითვე არ წარმოადგენს დარღვევას, მით უმეტეს მაშინ, როდესაც ნების იდენტიფიცირება არის შეუძლებელი, ხედავთ საკითხის კვლავ სპეკულაციურად წამოჭრის მცდელობას, რაც ადასტურებს, რომ ფარულობის თემა არა მხოლოდ ამ არჩევნებზე, არამედ გასულ წელსაც მხოლოდ მანიპულაცია იყო და არ ეყრდნობოდა ფაქტებს. ამავე ბრიფინგზე გაკეთდა განცხადებები დარღვევებთან დაკავშირებითაც ითქვა, რომ არის დარღვევები, თუმცა არა ხელშესახები. ამ შემთხვევაში საუბარია უმნიშვნელო პროცედურულ დარღვევებზე, რომელსაც ცესკოში ამბობენ, რომ ეს ვერ იქონიებს გავლენას არჩევნების მიმდინარეობაზე. კენჭისყრის დასრულება 20 საათზე დასრულდება კენჭისყრა და მნიშვნელოვანი ის გარემოება, რომ რიგში მდგომ ადამიანებს ამომრჩევლებს მიეცემათ მაინც შესაძლებლობა, რომ დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია და გააკეთონ არჩევანი. ცესკოში შემდეგი ბრიფინგი უკვე ჩანიშნულია 9-ის ნახევარზე, მას შემდეგ რაც საქართველოს მასშტაბით საარჩევნო უბნები დაიხურება. მადლობა სანდრო კაჭახიძეს, რომელიც დილიდან მუშაობს ცესკოში და მან ახლა 17 საათის მონაცემები გაგვაცნო. კარგად ორგანიზებული პროცესი, რომელიც 7 ვითარებაში მიმდინარეობს. ასეთია საერთაშორისო დამკვირვებლების შეფასებები, რომლებიც დღეს მთელი ქვეყნის მასშტაბით პროცესს არაერთ უბანზე ადევნებდნენ თვალს. 28 საერთაშორისო და 27 ადგილობრივი ორგანიზაცია აკვირდება თვითმმართველობის არჩევნებს. პროცესს ასევე აშუქებს 73 მედია საშუალების 1000-მდე წარმომადგენელი. საქართველოში იმყოფებიან დამკვირვებლები 21 ქვეყნიდან, მათ შორის არიან როგორც საელჩოების, ისე საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საარჩევნო ადმინისტრაციების წარმომადგენლები. მირიან გორგოძია კურიერის პირდაპირ ეთერში. მირიან, რა დეტალებზე ამახვილებენ მისიები ყურადღებას და როგორ აფასებენ საქართველოში მიმდინარე საარჩევნო პროცესს? ხო, 18 საათი და 38 წუთი ამ დროისთვის და სულ ცოტა დრო რჩება, ვიდრე დაიხურება მთელი საქართველოს მასშტაბით საარჩევნო უბნები. დღეს ჩვენ მთელი დღის განმავლობაში ვუყვებით ჩვენს ტელემაყურებელს, რომ გვაქვს შესაძლებლობა ასევე მთელი დღის განმავლობაში ვიყოთ იმ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან ერთად, რომლებიც პირადად მიდიან საქართველოს მასშტაბით განლაგებულ სხვადასხვა საარჩევნო უბნებზე და ასევე პირადად ეცნობიან თუ როგორ მიმდინარეობს საარჩევნო პროცესი და კონკრეტულად როგორ მიმდინარეობს კენჭისყრის პროცედურა. შეიძლება ითქვას, რომ ამ დროისთვის უკვე გამოიკვეთა განსაკუთრებული სურათი, რაზეც აქცენტს აკეთებენ დამკვირვებლები და შეგვიძლია მოვისმინოთ მათი პირველადი შეფასებები მასთან დაკავშირებით თუ როგორ მიმდინარეობდა მთელი დღის განმავლობაში საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის მიმდინარეობისას კენჭისყრის პროცედურა. ყველა დამკვირვებელი სხვადასხვა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიიდან, რომელსაც დღის განმავლობაში ჩვენ ვესაუბრეთ, ერთ მნიშვნელოვნად აცხადებს, რომ მთელი საქართველოს მასშტაბით საარჩევნო უბნებზე იყო 7 გარემო და ეს დამკვირვებლების შეფასებით ხელს უწყობდა ამომრჩევლებისთვის სამართლიანი და გამჭვირვალე გარემოს შექმნას და ასევე დამკვირვებლების განმარტებით ყველა საარჩევნო უბანზე ყველა წინაპირობა იყო შექმნილი იმისათვის, რომ ამომრჩეველს საკუთარი ნება თავისუფალ გარემოში გამოეხატა. გარდა ამისა, ასევე სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები აკეთებენ აქცენტს უსაფრთხოების მიმართულებით და ამბობენ, რომ ასევე ყველა საარჩევნო უბანზე, რომელსაც ისინი იმყოფებოდნენ და დააკვირდნენ ხმის მიცემის პროცესს, მაქსიმალურად იყო დაცული უსაფრთხოება და ის კი ნიშნავს მათივე განმარტებით იმას, რომ ყველა ამომრჩევლის ხმის მიცემის ფარულობა მაქსიმალურად იყო დაცული. საერთო ჯამში ვხედავთ, რომ პროცესი კარგადაა ორგანიზებული. 7 და წყნარი გარემოა. გავესაუბრეთ ადამიანებს, რომლებიც გამოვიდნენ საარჩევნო უბნებიდან და ისინი ამბობენ, რომ კმაყოფილები არიან პროცესით. უდავოა, რომ პროცესი კარგადაა ორგანიზებული. ძალიან პოზიტიური შეფასება მაქვს. ამომრჩევლები დარწმუნებულები არიან იმაში, რომ პროცესი სწორად მიმდინარეობს, რაც იმას ნიშნავს, რომ არჩევნების მოსამზადებელი ეტაპიც საკმაოდ კარგად ჩატარდა. ასევე უნდა აღინიშნოს ელექტრონული ტექნოლოგია, რომელიც გამართულად მუშაობს. მე მალტადან ვარ, ჩვენს ქვეყანაში საარჩევნო პროცესი ნაწილობრივ ტარდება ელექტრონული ტექნოლოგიის გამოყენებით და ჩემი გამოცდილებიდან გეტყვით, რომ ამ კუთხით ყველა საერთაშორისო სტანდარტი დაცულია.
We've been to several უკვე ვიყავით რამდენიმე საარჩევნო უბანზე. საკმაოდ დიდი რაოდენობის ამომრჩევლებს ვესაუბრეთ. პროცესი კარგადაა ორგანიზებული. ყველა პროცედურა დაცულია და ყველას, ვისაც ვესაუბრეთ, თან ხვდება იმაზე, რომ პროცესი მარტივ და მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. ახლა განსაკუთრებულად აღნიშნვის ღირსი არის ის პოზიტიური გამოხმაურება, რომლებიც მოჰყვა დამკვირვებლების მხრიდან საქართველოში ელექტრონული ხმის მიცემის სისტემას, რადგან განსაკუთრებით აღნიშნავენ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები, რომ ეს ერთმნიშვნელოვნად არის ძალიან წინ გადადგმული ნაბიჯი ზოგადად ქვეყნისთვის, საარჩევნო სისტემისთვის და მიუთითებს იმას, რომ საქართველოში საარჩევნო სისტემა ზოგადად გამართულია და მაღალ დონეზეა. სხვათა შორის ელექტრონული სისტემების გამართულად და ეფექტურად მუშაობა დაადასტურეს თავად საარჩევნო უბნებზე დაკვირვების პროცესში სადამკვირვებლო მისიების იმ წარმომადგენლებმა, იმ კომპანიიდან, რომლებიც თავად ქმნიან ამ ელექტრონულ აპარატურას და ასევე გამოთქვეს პოზიტიური შეფასებები სხვადასხვა ქვეყნის ცენტრალური ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა, რომლებიც დადებითად შეაფასეს ქართველი კოლეგების საქმიანობა და განაცხადეს, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ წინა საარჩევნო პერიოდში მაქსიმალურად შეძლო, რომ ჩაეტარებინა წინა საარჩევნო კამპანია და ყველა ამომრჩევლისთვის მიეწოდებინა დეტალურად საჭირო ინფორმაცია ხმის მიცემის პროცედურების შესახებ. დღესდღეიდან თბილისის მასშტაბით ორი სხვადასხვა საარჩევნო უბნის მონიტორინგი განვახორციელეთ. პროცესი, რომელსაც დავაკვირდით, შეფერხების გარეშე ეფექტურად მიმდინარეობს ვერიფიკაციის პროცედურიდან ხმის მიცემის პროცედურის ჩათვლით. აღსანიშნავია ამომრჩევლის ინფორმირებულობა ელექტრონული ტექნოლოგიების მიმართ. პროცესი ნამდვილად ეფექტურად მიმდინარეობს. დღეს ჩვენ რამდენიმე საარჩევნო უბანზე ვიმყოფებოდით. ამჟამად უკვე 3 საარჩევნო უბანზე დავაკვირდით კენჭისყრის პროცესს და დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია სრულად უზრუნველყო საარჩევნო პროცესის გამართვა და ადმინისტრირება. თვალსაჩინოა, რომ ამორჩევლებს აქვთ ინფორმაცია ტექნოლოგიებთან დაკავშირებით, რაც გულისხმობს, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ სწორი და წარმატებული საინფორმაციო კამპანია განახორციელა. ამ დროისთვის მქონდა შესაძლებლობა დავკვირვებოდი არჩევნებს 4 საარჩევნო უბანზე. არჩევნები გამართულად მიმდინარეობს და ამომრჩეველთა აქტივობაც საკმაოდ კარგია. ამომრჩევლები კარგად არიან ინფორმირებულები. საარჩევნო უბნების წევრები სათანადოდ არიან გადამზადებული. ყველაფერი გამართულად მიმდინარეობს და ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებაც შეუფერხებლად ხორციელდება. საერთო ჯამში მთელი საქართველოს მასშტაბით 8000-ზე მეტი დამკვირვებელი აკვირდება საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცედურას, როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიები იგულისხმება და 73 მედია საშუალების დაახლოებით 1000-მდე წარმომადგენელი აშუქებს დღეს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს. ჩვენ კი ახლა უახლოეს საათებში ველოდებით დასრულებას საარჩევნო პროცესის, მას შემდეგ რაც დაიხურება უკვე საღამოს 20 საათზე საარჩევნო უბნები, ველოდებით იმ პირველად შეფასებას, რომელსაც გააკეთებენ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების წარმომადგენლები. მადლობა მირიან გორგოძეს, რომელიც დღეს მთელი დღის განმავლობაში მისიების მიერ გავრცელებულ შეფასებებს ვის შესახებ გვიამბობს და უნდა გადავინაცხოთ ახლა რუსთავში, სადაც არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. თვითმმართველ ქალაქში რეგისტრირებულია 106,654 ამომრჩეველი, გახსნილია 58 საარჩევნო უბანი. დღეს ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე ევროპარლამენტარები იმყოფებოდნენ, რომლებიც არჩევნებს აკვირდებიან. მათი განცხადებით, საარჩევნო პროცესი, რომელიც მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს, კარგად ორგანიზებულია. დღევანდელი არჩევნები აჩვენებს მოსახლეობის დამოკიდებულებას დემოკრატიული პროცესის მიმართ. არჩევნები საკმაოდ გამჭვირვალე გარემოში მიმდინარეობს, კარგად არის ორგანიზებული და ტექნოლოგიურად გამართული. მოქალაქეების აქტივობა აჩვენებს, რომ მათთვის მნიშვნელოვანია არჩევნებში მონაწილეობა, რათა ჰყავდეთ სათანადო წარმომადგენელი თვითმმართველობებში. უკვე მოვინახულე რა. მოგესალმებით, გულანთებულო ქართველებო. და ამ წუთებში პაატა ბურჭულაძე აკეთებს განცხადებას, რომელსაც პირდაპირ ეთერში შეგვიძლია მოვუსმინოთ. შანსი და ალბათ ბოლო შანსი
რომ დავიბრუნოთ ჩვენი ქვეყანა. დღეს ისე დღეში ჩააგდო ბიძინა ივანიშვილმა ჩვენი ქვეყანა, რომ ის გადასარჩენია. და მიხარია, რომ ამდენი გულანთებული ადამიანი შევიკრიბეთ ერთად და ჩვენ ერთად დღეს უნდა გადავწყვიტოთ ამ ქვეყნის ბედი. არავით არ იხვალ. მე არა ვარ აქ, არც ჩვენ არა ვართ ყველანი მოსული, რომ რაღაცა შეტაკებები მოხდეს და რამე, მაგრამ მე ჩემი შვილიშვილებით ვარ აქ მოსული. მაგრამ დღეს ჩვენ ვერ წავაგებთ. დღეს ჩვენ უნდა აუცილებლად მოვიგოთ. დღეს ისეთი დღეა, ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ. სხვა გზა საქართველოს მოქალაქეებს არ აქვს. ჩვენ არ გვაქვს. ამიტომ დღეს არ არის აქცია, კიდევ ერთხელ ვინც ვერ გაიგო და ტელევიზორით გვიყურებს. დღეს არის პირველად საქართველოს ისტორიაში ეროვნული კრება, სადაც ესწრება მთელი საქართველო. ამ ეროვნულ კრებას ჭირდება დეკლარაცია, რომელიც მე ხელში მიჭირავს. მე ამას წაგიკითხავთ და თუ თქვენ ყველანი ამას ხმას მისცემთ, ეს იმას ნიშნავს, რომ აი ამ წუთიდან როგორც ჩვენ ხმას მივცემთ, ხელისუფლება გვეკუთვნის ჩვენ, და არა ბიძინა ივანიშვილი. მოусმინეთ ყველა. ძალიან ნელა წავიკითხავ, რომ ყველა მოასწროთ გაგება შინაარსის. 4 ოქტომბრის ეროვნული კრების დეკლარაცია. ჩვენ საქართველოს მოქალაქეები შეკრებილნი ეროვნულ კრებაზე ვაცხადებთ. ჩვენი სამშობლო აღმოჩნდა მიტაცებული, ეგრეთ წოდებულმა ხელისუფლებამ დაკარგა ხალხის ნდობა. სახელმწიფო ინსტიტუტები აღარ ასახავს ქართველი ხალხის ნებას. საქართველოს კონსტიტუცია ამბობს, სახელმწიფოს ხელისუფლების წყარო არის ხალხი. დღეს ხალხი იბრუნებს საკუთარ ძალაუფლებას უკან უზურპატორისგან, რათა დაიცვას შვიდობა, უსაფრთხოება და ეროვნული ინტერესები. ბიძინა ივანიშვილის არაფორმალურმა მმართველობამ შექმნა რეალური საფრთხე საქართველოს სუვერენიტეტისათვის და თვითეული მოქალაქესათვის. აი ხა იწყება, რასაც უნდა მივცეთ ხმა. ყოველივე ზემოთ თქმულისგან გამომდინარე, კენჭის ყნაზე ვაკერებთ შემდეგ საკითხს. 3 საკითხი გვაქვს. ეროვნული კრება აცხადებს, ძალაუფლება მთლიანად ეკუთვნის ქართველ ხალხს. ეროვნული კრება აცხადებს, რომ ეგრეთ წოდებულ ხელისუფლებას 26 ოქტომბრის გაყალბებული არჩევნების და საერთაშორისო არაღიარების შემდეგ კონსტიტუციურად დაკარგული აქვს ლეგიტიმაცია, ამიტომ მისი ძალაუფლება შეწყვეტილია.
და მესამე ეროვნული კრება აცხადებს შვიდობიან გარდამავალ პერიოდს, რომელიც უზრუნველყოფს ძალაუფლების შვიდობიანად საკუთარ ხელში აღებას, დემოკრატიული ინსტიტუტების განთავისუფლებას, ევროკავშირთან გაწევრიანებისთვის დიალოგის მყისიერად აღდგენას, ქვეყნის უსაფრთხოების და მშვიდობიანობის დაცვას. რადგან სამივე საკითხი ჩვენ მივიღეთ, ვისია საქართველო? ვისია საქართველო? კიდევ ერთხელ, ვისია საქართველო? ამ წუთიდან შინაგან საქმეთა სამინისტრო უნდა დაემორჩილოს ქართველ ხალხს და არა ბიძინა ივანიშვილს. როგორც კი ისინი გადაუხვევენ, ისინი ემსახურებიან ბანდიტებს და ხუნტას. და მათ გასაგონად უნდა კიდე ხმა მივცეთ ერთ ძალიან მნიშვნელოვან საკითხს. ეხლა ჩვენ როგორც პირველი გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ 6 ოცნების წევრ ადამიანზე. ვინ არიან მთავარი ბოროტმოქმედები ჩვენ ქვეყანაში, რომ აქამდე მოგვიყვანეს და მოვიწყოთ მათი სასტრაფოდ დატყვევება და მიყვანა საპრობილეში. მე ეხლა წაგიკითხავთ ამ სიას. ყველას ცალ-ცალკე უყაროთ კენჭი. ნომერი პირველი ირაკლი კობახიძე. ნომერი 2 შალვა პაპუაშვილი. ნომერი 3 ანზორ ჩუბინიძე. ნომერი 4 მამუკა მდინარაძე. ნომერი 5 თეა წულუკიანი. და ნომერი 6 ბიძინა ივანიშვილი. ამ წუთიდან ჩვენ გვეკუთვნის ძალაუფლება, შინაგან საქმეთა სამინისტრო ვალდებულია ისინი ჩვენ ჩაგვაბარონ, ვალდებულები არიან და ის ადამიანები, ვინც დაიფარავენ მათ, ასევე მიეცებიან პასუხისმგებაში. ამიტომ არც პირადი დაცვა არ უშველით, პირადი დაცვაც მიეცება პასუხისმგებაში და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები. ეხლა მე სენაზე მინდა მოვიწიო ჩვენი საორგანიზაციო კომიტეტის წევრები, ვინც გთხოვა და შევკრება ყველანი ერთად. მოგზადით. მეგობრებო, ქართულმა ხალხმა დაიბრუნა ძალაუფლება. მე მინდა მივმართო პირველ რიგში
ძალოვანი სისტემის ეგრეთ წოდებული GDD-ს და სხვა თანამშრომლებს. თქვენ დღეს დადეკით კონკრეტული არჩევანის წინაშე. უნდა აირჩიოთ ან ქართველი ხალხი, ან ივანიშვილის მსახურება. დღეს ჩვენ აქ ვიდგებით, მთელი ხალხი აქ იდგება, მაგრამ მამაკაცური ძალა დღეს დაიწყებს მოქმედებას. მე ვთხოვ ყველას ყარადაშვილის პარკისკენ, მამაკაცური ძალა მხოლოდ და მხოლოდ ვიკრიბებით იქ და ჩვენ ვიწყებთ მოძრაობას, რათა ქართველმა ხალხმა დაიწყოს საკუთარი სახელისუფლებო ცენტრების დაბრუნება. ნებისმიერი პოლიციელი, ან GDD-ს თანამშრომელი, რომელიც ჩვენ წინ დაგხვდება, ჩვენ მას დაუსვამთ ერთადერთ შეკითხვას: ვისკენ ხარ? ხალხისკენ? კონსტიტუციისკენ? თუ ივანიშვილისკენ? ვისკენ ხარ? სამშობლოსკენ? თუ რუსეთისკენ? მხოლოდ ის იქნება ახმული ჩვენ მიერ პოლიციელად და ძალოვნად, რომელიც სწორ პასუხს გასცემს, რომ ემსახურება ქართველ ხალხს და ქართულ სახელმწიფოს. ეს არის ჩვენი კონკრეტული მიდგომა. მორჩა ლაილაი აქციებზე, მორჩა ბოდიალი, მორჩა ბიზნეს მონობა, მორჩა ჩმარობა. ყველას ვთხოვთ, მამაკაცური ძალა გამოირჩეს, ქალბატონები, სხვები, ვისაც აქ უნდა იდგეთ, თქვენ არ უნდა დაიშალოთ. თბილისი, საქართველო დაგვემატეთ, გამოდით! მამაკაცური ძალა ბარათაშვილის პარკისკენ, ანუ უკანა მხარეს ჩვენ შევიკრიბებით ეხლა და ჩავიბარებთ პრეზიდენტის სასახლის გასაღებს. ეს ჩვენი პირველი ნაბიჯი. ამას მოყვება შემდეგი ნაბიჯები, მაგრამ მანამდე ეხლა მივმართავ ძალოვნების მშობლებს, ოჯახის წევრებს. თქვენ გრჩებათ დრო. ჩვენ ვიმოქმედებთ სწრაფად, მაგრამ დრო იმისა, რომ დაურეკოთ, მოაკითხოთ და წაიყვანოთ სახლებში. ხალხის რისხვას დღეს გაარიდეთ თქვენი შვილები. ისინი ქართველები არიან და ამიტომ მათაც უნდა კონდეთ შანსი დაბრუნდნენ ოჯახში მშვიდობიანად. იმიტომ რომ 13 წელია ქართველ ხალხს ამის შანსი არ ქონია, მაგრამ ჩვენ მაინც გიტოვებთ ამ შანსს. აქ იქნება გარკვეული გამოსვლები, ინფორმაციას მოგაწოდიან, მაგრამ კვლავ ვიმეორებ, მამაკაცური ძალა, ვისაც ძალა ერჩის, ვისაც არ ეშინია და აქ არავის არ ეშინია. ბიზინა, მორჩა შემიმარჩიში, შეჩმარო. დღეს გაჩვენეთ ჩვენ ვინა ვარ. როგორ უნდა შეურაცხყო საქართველო? შეარარაობა შენა. მამაკაცური ძალა გელოდებით, აი მაქსის უკანა მხარეს შევიკრიბოთ და მივაკითხოთ ვითომ პრეზიდენტს და გვაჩვენოს აბა ჩაგვხედოს თვალებში.